დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი დაიცვა და ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ სუპერ მსუბუქ დივიზიონში საუკეთესო მებრძოლია. დღევანდელ ვიდეოში მოკლედ განვიხილავთ UFC 316-ს და მის ჩვენთვის საინტერესო დეტალებს. 8 ივნის ნიუ-ჯერსიმ UFC 316-ს უმასპინძლა, სადაც მთავარი ჩხუბი მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის შედგა. არავისთვის იყო გასაკვირი ამ ბრძოლის შედეგი, რადგან მერაბ დვალიშვილი ძალიან დიდ ფავორიტად ითვლებოდა. ყველასათვის გასაკვირი აღმოჩნდა გამარჯვების გზა. მერაბ დვალიშვილმა ომალი მესამე რაუნდში კისრის მტკივნეულზე დაიჭირა და ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა. ეს ყველაფერი გასაკვირი იყო, რადგან მანქანა ბრძოლების დროზე ადრე დამთავრებას მიშვეული არ არის. მას საქმე ბოლომდე მიჰყავს და გამარჯვებას ქულებით იპოვებს. აღსანიშნავია, რომ UFC-ში მოპოვებული 13 გამარჯვებიდან დვალიშვილისთვის ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა. ცოტა ვისაუბროთ შონ ომალიზეც. შუგას აშკარად ჰქონდა ჭიდაობაზე ნამუშევარი. ომალიმ დვალიშვილს ბევრი გდების მცდელობა გაუფუჭა და რიგ შემთხვევაში ჭიდაობისგან თავს კარგად იცავდა. ჩემი აზრით, პირველ რაუნდში ომალი გალიას რომ არ დაჯახებულიყო და მერაბს ამითი არ ესარგებლა, შონს ეს რაუნდი მირქონდა და პირველ რაუნდს მოიგებდა კიდეს. ბრძოლას ესწრებოდა კორი სენდჰეგენის, რომელიც დვალიშვილის პოტენციურ მეტოქედ განიხილება. ის ერთადერთია სუპერმსუბუქი დივიზიონის ტოპ მებრძოლებს შორის, რომელიც დვალიშვილს ჯერ არ შეხვედრია. ღონისძიების დასრულების შემდეგ კორი და მერაბი ერთმანეთს კულისებში გადაეკვეთნენ და დვალიშვილმა უთხრა, რომ შენ ერთადერთი ბიჭი ხარ, რომელიც საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს. ეს ჩვენთვის დიდად გასაკვირი არ იყო, რადგან მერაბს სენდმენისთვის ეს სიტყვები აქამდეც უთქვამს. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ UFC-ში მოწინააღმდეგებს მებრძოლები არ ირჩევენ. ყველაფერს აქ დანაბიძი აწყვეტს. ვინაიდან მერაბს საკუთარი დივიზიონი ფაქტობრივად გასუფთავებული აქვს, გულშემატკივრებში დიდი ხანი არსებობს აზრი, რომ მერაბი უმსუბუქესი წონის ჩემპიონს ალექს პანტოჟას უნდა დაუპირისპირდეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ დანა უაიტი პრესკონფერენციაზე გამოვიდა და ჟურნალისტებმა პანტოჟასა და მერაბის ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. დანამ თქვა, არ ვიცოდი ხალხს ეს ბრძოლა თუ აინტერესებდა, მე კი იმ ჩხუბებს ნიშნავ, რომლებიც ხალხს აინტერესებსო. ბუნებრივია პრესკონფერენცია დაღესტნელებისა და ხაბიბის გუნდის სიამოვნების გარეშე არ ჩაივლიდა და დანამ თქვა, რომ მერაბი ძალიან კარგ ფორმაშია და უმარი მასთან რემატჩში ძალიან ბედნიერი იქნებაო. აღსანიშნავია, რომ დანა უაიტს ამერიკელი კორი სენდჰეგენის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ვიდეოს ბოლოს აუცილებლად მინდა ვისაუბრო პატრიკ მიქსის შესახებ, რომელზეც ჩვენ ვიდეოც კი ჩავწერეთ. ბევრის აზრით და მათ შორის ჩემი აზრითაც პაჩ მიქსი მერაბ დვალიშვილის პოტენციურ მეტოქედ განიხილებოდა. ბელატორის ყოფილ ჩემპიონს ბევრი ექსპერტი UFC-ში ძალიან წარმატებულ გზას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ დაემართა ის, რაც ბელატორიდან მოსულ ბევრ მებრძოლს დაემართა. სადებიუტო ბრძოლაში, სადაც პაჩი ძალიან დიდ ფავორიტად ითვლებოდა, ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა. ბაუტისტასთან წაგებით მიქსის საჩემპიონო ამბიციები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავად კი ამბობს ამ გამარჯვების გამო დიდად არ უნერვილობა, მაგრამ ამის ვისჯერა. ბაუტისტასა და მიქსის ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა გაგიკეთებია UFC-მდე. თუ გინდა საუკეთესო მებრძოლთა სიაში ჩაეწერო, ეს UFC-შიც უნდა დაამტკიცო. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ, რაზე გსურთ შემდეგი ეპიზოდის გადაღება. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.